და ბოლოს თბილისში სამუშაო ვიზიტით ფიბას ეროვნული ფედერაციებისა და სპორტის გავითარების მენეჯერი ეწვია კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელსა და ესპანური ლაბორალ კუჩას სპორტულ დირექტორს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი შეხვდა. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფიბას ერთობლივი მუშაობის შედეგად ეროვნული ფედერაციის ახალი წესდება შემუშავდა, რომელშიც სრულად არის ასახული ფიბას მოთხოვნები. სამუშაო შეხვედრას კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დაესწრო. თუ ჩვენ არ შევქმნით შესაბამისი საბაზის ბაზა იმისთვის, რომ განვითარდეს ახალგაზრდული კალათბურთი, ქალთა კალათბურთი, შეუძლებელია ნაკრები იყოს განვითარებული. ყრილობის დაკომპლექტების მექანიზმი შეიცვალა, აქ უკვე აღარ ექნება ფიზიკურ პირებს უფლება, მათ შეიძლება ჰქონდეთ უფლება, რომ იყვნენ ფედერაციის წევრი, მაგრამ ყრილობაზე რაღაც გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლება აღარ ექნება. ასევე ტრანსპარენტული გახდება ბიუჯეტი, შემოგვაქვს ხაზინად არის ფუნქცია, რომელიც ცალკე კონტროლებელი ორგანო იქნება. Мы хотели сделать устав федерации. ჩვენ ისეთი წესდება შევქმნით, რომელიც ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამართლებრივ ნორმას შეესაბამება. რაც მთავარია, ფიზიკურ პირებს ყრილობაზე ხმის უფლება აღარ ექნებათ. აღნიშნულ ცვლილებებში ფიბასთან ერთად სამინისტრო და ფედერაციაც იყო ჩართული.